მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაინტერესდით და ძალიან აქტიურად ხართ ჩაბმულები ამ კონკრეტულ აქციაში, რაც თითქმის თვეზე მეტია დაიწყო. ჯერ წარმოგიდგებით, მე გახლავართ იაშულის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის კოორდინატორი და იაშულის კლინიკის სისხლის ბანკის სამეცნიერო დირექტორი თამთა დემურიშვილი. მოგახსენებთ ამ აქციის შესახებ, რომელიც თვენახევრის წინ დაიწყო, ეს გახლავთ აქცია გაიღე სისხლი გადაარჩინეს სიცოცხლე, რომელშიც აქტიურად არის ჩაბმული სხვადასხვა საჯარო სამსახურები. პირველი გახდათ ფინანსთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროსთან მინისტრთან უშუალოდ მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა 2 კვირის წინ და მათ აიღეს ვალდებულება, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტების თანამშრომლები 4000-მდე ადამიანია, ესეთი სისტემატურად გაიღებენ სისხლს 2 კვირაში ერთხელ 50-დან 70 ადამიანამდე. რატომ დავიწყეთ ახლა ეს აქცია, ამაზე მინდა 2 სიტყვით გითხრათ. იცით თქვენ, რომ იაშულის კლინიკა გახლავთ ერთადერთი, სადაც ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტია და ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. სწორედ აი ამ მკურნალობის პროცესში, რომელიც 9 თვის განმავლობაში გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ სისხლი და სისხლის კომპონენტები და არც თუ იშვიათად ჭირდებათ ბავშვებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რა ინტენსივობით და რა რაოდენობით თვითონ ექიმი მოგახსენებთ, რომელიც სისხლის ბანკს წარმოადგენს და მე შემიძლია გითხრათ ის, რომ იმან რაც ამ თვენახევრის განმავლობაში მოხდა და რაც სისტემატურად ეს აქციები დაიწყო, ჩვენთან აქტიურად მეგობრობენ და ძალიან ისეთი მყარი კავშირი აქვთ დიტო ცინცაძის გადარჩენის ფონდს, უშუალოდ კახა ჯანაშვილი და ყველა ჟურნალისტი დაინტერესდა ბავშვების ბედით და ძალიან გვერდით დაგვიდგნენ. მოგეხსენებათ ახლა თქვენი ჩარევა სადაც ხდება, იქ მაქსიმალურად ხდება ინფორმირებულობა მოქალაქეების და რაღაცნაირად გაურკვევლობებიც გამოიწვია აი ამ სისხლის ჩაბარების აქციებმა. მოხდა რამდენიმე შემთხვევა, რომ ჩვენი სახელით, ანუ იაშულის კლინიკის ბავშვების სახელით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელით ჩატარდა აქცია იგივე სახელწოდებით გაიღე სისხლი გადაარჩინეს სიცოცხლე, მაგრამ ეს მოხდა ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენ ეს პრეს-კონფერენცია სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვეტეთ გაგვეკეთებინა. მე მინდა ყველას ვთხოვო, ძალიან ბევრი სისხლის ბანკი არის თბილისშიც და საქართველოს მასშტაბითაც, ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, შემიძლია გითხრათ. სისხლი საჭიროა არა მარტო ესეთი კატეგორიის ბავშვებისთვის, არამედ სხვა დაავადებების მქონე ბავშვებისთვისაც, შეიძლება იყოს ორსული ქალებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვადასხვა манипуляციების დროს და ოპერაციული ჩარევის, ქირურგიული ოპერაციული ჩარევის დროს ხშირად არის ხოლმე საჭირო. რა თქმა უნდა, მისასალმებელია თუ კი ისინი შეძლებენ თავისი ძალებით გააკეთონ ესეთი აქციები და ჩართონ ესეთი ტიპის აქციებში მოსახლეობა უანგარო დონაციის ფარგლებში, მაგრამ მე მინდა ვთხოვო ყველას, თუ კი სურვილი გაუჩნდებათ, რომ ჩვენს ბავშვებს დაეხმარონ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის გაიგონ სისხლი და გააკეთონ ესეთი აქცია, ჩვენთან გქონდეთ აუცილებლად კონტაქტი. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს აქცია და ძალიან ბევრი საჯარო სამსახური ჩაერთვა ამაში და დღეს კიდევ რამდენიმე დაწესებულებაში მივა წერილი და მეგობრობის მემორანდუმის დრაფტთან ერთად. ეს იქნება შემიძლია გითხრათ დღესვე, რომ თავდაცვის სამინისტრო, რომელიც უკვე საქმის კურსშია და უახლოეს ერთი კვირის სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს თავდაცვის სამინისტრო ჩაერთვება, მინდა ვთხოვო ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს პირადად მე შევეცადე მისთვის მე გამეგზავნა წერილი მეილის მეშვეობით, არ ვიცი რამდენად მოახერხებს მის წაკითხვას, მაგრამ მივმართავ თქვენი ეთერის მეშვეობით ბატონ ირაკლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა, იმდენად რამდენადაც ძალიან დიდი სამსახურია, იქ არის პატრული უამრავი, ახლა მე ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ არა ვარ კომპეტენტური, სიმართლე გითხრათ, რა სამსახურებს მოიცავს, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ჯანმრთელი კონტინგენტია და შესაბამისად მათი დახმარება უანგარო დონაციას რაც გულისხმობს, ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ ჩართულია საქართველოს პარლამენტი, უშუალოდ ანი მიროტაძესთან მოქვს მე კავშირი და თანხმობაა მიღებული პარლამენტში, თითქმის 150 ადამიანი მზად არის, რომ ჩვენ ქუთაისში ადგილზე გავიდეთ და სისხლი ჩავიბაროთ პარლამენტარებისგან. იცით რა, ორივე ერთად
ორივე ერთად ბრიფინგის თემა გახლავთ ის რომ დაწყებულია ეს აქცია და ჩვენთან შეუთანხმებლად ძალიან ვთხოვთ ყველას რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელს ნუ გამოიყენებენ. ეს არ ეხება მარტო სისხლს, ჩატარდა კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო აქცია, აგერ კახət საქმის კურსში, სულ რაღაც 3-4 დღის წინ ჩატარდა ეს აქცია, ისევე ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელით რომ მათ დასახმარებლად მე მქონდა კავშირი ამ ორგანიზატორებთან. კონცერტი აქცია, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღო ძალიან ცნობილ მომღერლებს. 1 მარტს უნდა ყოფილიყო ეს აქცია და ჩატარდა როგორც ვიცით, მაგრამ ჩვენ შევძელით რომ გაგვეგო ინფორმაცია მოგვეპოვებინა სამწუხაროდ მე როგორც ვიცი ჩატარდა ჯერ ჩვენ არავინ არ დაკავშირებია მე ვეცადე ამ ორგანიზატორებთან მქონოდა კონტაქტი მათ მითხრეს და მიდასტურეს და ისიც მითხრეს რომ შეეცდებიან მომაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულად რატო აკეთებენ და რომელი საჭიროებებისთვის ამ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, მაგრამ მე ისინი არ დამკავშირებიან. კონცერტი ჩატარდა, დღეს კიდევ დავაზუსტეთ, კიდევ ვიმეორებ იმ პროგრამით არა, რაც მათ ჰქონდათ გათვალისწინებული, იმიტომ რომ მომღერლებმა ესე არ მოიწადინეს, ესე არა დაუშვათ რაღაცნაირად არაორგანიზებული იყო მაინც და იცით რა, აი ახლა ნამდვილად არ მინდა რომ კონკრეტიკისგან თავი შევიკავო, ეს უბრალოდ არის ჩვენი ყველას გამოსვლა აქ არის მიმანიშნებელი იმისი, რომ მინდა ვთხოვო ყველას იგივე კოლეგიალური შემთხვევა, როდესაც იყო ჩააბარეს იაშვილის ბავშვებისთვის სისხლი და ეს სისხლი არ მისულა ამ ბავშვებამდე, ხომ? აი ამ თემაზეც რო გესაუბრო. კი ბატონო, იყო ესეთი შემთხვევა, თქვენთან დაიწერა სწორედ პრაიმ ტაიმში, ნინო ჩიფჩიურმა დაწერა ეს, ჩვენ გავიგეთ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით უბრალოდ იქ მოხდა გაურკვევლობა მე როგორც ხვდები, იმიტომ რომ ერთ ინტერვიუში იყო ნათქვამი რომ იმ საღამოსვე 6 სისხლის პაკეტი წამოვიდა ჩვენთან, მაგრამ ჩვენთან იმ საღამოს სისხლი ესე არ მოსულა, თუმცა შეიძლება იყო მშობლებისთვის უშუალოდ მიცემული ეს სისხლი და ამიტომ თვითონ სისხლის ბანკიდან მე ვერ დაგიდასტურებთ იმას რომ ის სისხლი სისხლის ბანკში მოვიდა და მე ჩვენგან გაიცა უშუალოდ დეპარტამენტში. ამიტომ მე მინდა ხაზგასმით ვთქვა რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების საჭიროებებისთვის არსებული სისხლი აღება ხდება უშუალოდ იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკში. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონ მოვერიოთ ამ ყველაფერს, თუ კი მოხდება და ღმერთმა დაგვეფაროს ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ არ გვექნება ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ მივმართავთ ხოლმე სისხლის ბანკებს თხოვნით. არიან მშობლებიც, რომელსაც თავისი ახლობლები მოყავთ კონკრეტული შემთხვევაში და ვიღებთ სისხლს, სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ჩვენ ეს აქცია, გაიღეს სისხლი, გადაარჩინეს სიცოცხლე. თუ კი ჩაერთვება საჯარო სამსახურები ყველა, მაშინ სისხლის დეფიციტი არ გვექნება. სავარაუდოდ თვის განმავლობაში გჭირდება 400-მდე დონორი, რომ აბსოლუტურად აღმოიფხვრას ეს დეფიციტი სისხლის. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა და თემა დღევანდელი პრესკონფერენციით გახლავთ ის, დავაკონკრეტებ, ეს არის ორი საკითხი. პირველი ის, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელს ნუ გამოიყენებენ ნურც სისხლთან დაკავშირებით და ნურც აქციებთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება კონცერტის სახე მიეცეს, ყუთების დადგმის სახე მიეცეს სხვადასხვა დიდ მარკეტებში და ესეთი პრეცედენტიც იყო და ჩვენ შევძელით რომ დავკავშირებოდით გუდვილსაც და სხვა დანარჩენსაც და გვეთხოვა რომ ეს არ არის ეს ყუთები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის განკუთვნილი, ჩვენთან კავშირი არ აქვს. და კიდევ ვიმეორებ, შეიძლება ეს სურვილი ქონდეს იმ კონკრეტულ ორგანიზაციას, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარნონ, მაგრამ მათი საჭიროებისთვის უნდა ჩვენ მოგმართონ. აი მაგალითად არის ისეთი მნიშვნელოვანი დაუშვათ გადასხმის აპარატები, ინფუზომატი ქვია, რომელიც აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის და ჩვენ თვითონ ვთხოვთ, თუ კი ესეთ აქციას ჩაატარებთ, კონკრეტულად რაში უნდა დაგვეხმარონ. ეს ერთი და მეორე კიდევ ვიმეორებ აქციებს და ესე დანარჩენ აქტივობებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთან ურთიერთობა უნდა გქონდეს. მე გეტყვით მეცაც საქართველოში არსებობდა 7 ორგანიზაცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელი, ეს იყო მშობელთა კავშირი, ეს იყო ექიმების კავშირი და ასე შემდეგ, ეხლა ამას არ ჩამოვთვლი, რომელიც სულ რაღაც 2 კვირის წინ გაერთიანდა ერთად და ერთი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც უცხოელების, ანუ ქართველი ემიგრანტებიც შედიან. მე წარმოვადგენ ასევე ამ საკოორდინაციო ჯგუფთან და აქედან გამომდინარე, თუ კი თქვენ ინფორმაცია გექნებათ, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად რაიმე ფონდი არსებობს და ეს არ იქნება შესული აი ამ საკოორდინაციო ჯგუფში, ამათ შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და ნამდვილად არ ვიცით, სად წავა იგივე ის თანხა, თუ დაუშვათ სხვადასხვა აქტივობით მოპოვებული, ასე ვთქვათ,
სისხლი იქნება თუ თანხით შეძენილი სხვა უშოთ საჭიროებები. რაც შეეხება ახლა უშუალოდ თუ კი თქვენს გაინტერესებთ რატო გჭირდება ჩვენ საჯარო სამსახურებისთვის მიმართვა და უანგარო დონაციის ფარგლებში მოზიდვა ადამიანების და თქვენი ძალიან დიდი დახმარება ამაზე თვითონ ექიმს შეუძლია მოგახსენოთ და უშოთ აი სტატისტიკის მიხედვით რაც საქართველოსშია რომ ყოველწლიურად 40-50 ახალი შემთხვევა გვაქვს დაავადებული ბავშვების და სეზონურად უფრო მეტი სისხლი შეიძლება იყოს საჭირო და რატო შეიძლება იყოს სეზონურად ამაზე თვითონ ექიმი მოგახსენებთ. ერთი წუთი ხე მე ადგილს გავუცვი ხო? მოგახსენეთ რომ იაშვილის კლინიკაში ყოველთვიურად დაახლოებით მოგახსენეთ რომ იაშვილის კლინიკაში ყოველთვიურად დაახლოებით 400 ტრანსფუზია ტარდება სისხლის კომპონენტების. ვინაიდან და რადგანაც ძირითადად ჩვენთან არიან პირველადი დონორები, ამიტომ ჯგუფის განსაზღვრის თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ თქვა ბავშვს სჭირდება პირველი დადებითი ჯგუფი და სჭირდება 20 კომპონენტი და 30 კომპონენტი, ჩვენ ვიბარებთ სისხლის პირველადი დონორებისგან და შეიძლება იქ აღმოჩნდეს სხვა ჯგუფები. აქედან გამომდინარე ჩვენი რაოდენობა ჩაბარების თვალსაზრისით უნდა იყოს უფრო მეტი, ვინაიდან არის ტრანსფუზიები. გარდა ამისა, ბევრი დონაცია ხშირად ხდება, რომ პირველი დონორი ვინც არის ვერ აბარებს სისხლს 400 მილილიტრის რაოდენობით და აქედან გამომდინარე ტრომბოციტები მასა რომელიც სჭირდება ონკოჰემატოლოგიის ბავშვებს ვერ მზადდება. ძირითადად ჩვენ ხმარობთ ტრომბოციტარულ მასებს ონკოჰემატოლოგიის ბავშვებთან, რომლის ვადა არის 72 საათი. ამიტომ ეს აქციები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ხშირად, ანუ კვირაში ერთხელ რომელიმე დაწესებულებაში, იმიტომ რომ დამზადებული ტრომბოციტარული მასა ყოფნის მხოლოდ 3 დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, სისხლის ბანკი ზოგჯერ ზარავდება, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით ხდება ამ სისხლის ჩამოწერა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად ეს აქციები ტარდება და ჩვენ მადლობლები ვიქნებით თუ თქვენ დაგვეხმარებით ამ სისხლის მარაგის მოზიდებაში. ხო მე რას მინდა იცით ხაზი გაუსვა, ეხლა ეს შეიძლება აქ მიკროფონში არ იყოს სათქმელი, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა შემდეგ რაღაცას, რომ ბავშვები სისხლს რა თქმა უნდა უფასოდ იღებენ, იმ დამუშავებულს რა თქმა უნდა დონაციაც უფასოდ ხდება თქვენგან, მე მუშავდება და ამაშიც თანხას არავინ არ იხდის, უფასოდ ვაძლევ. დავუშვათ პროგრამულად შეიძლება ბავშვს კონდეს ისე ვამბობ სიტყვაზე 5 პაკეტი სისხლი კონდეს უფასოდ, მაგრამ თუ მას დაჭირდა მე-6, მე-7, მე-8 და ასე შემდეგ, ამასაც ჩვენი სისხლის ბანკი აძლევს უფასოდ. სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვა სისხლის ბანკში ამისი ყიდვა დაჭირდეს, კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის კრიმინალი, ეს ჩვეულებრივი მომენტია, რომ შეიძლება მივიდეს დონორი, რომელიც თანხას იღებს თავის სისხლში და შემდეგ იმ სისხლის გაყიდვა ხდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არა მარტო ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ხდება ეს ამ სისხლის გაცემა უფასოდ იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკიდან, არამედ ბავშვები, რომლებიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ და თქვენ იცით, რომ ეს არის მრავალპროფილიანი ბავშვთა კლინიკა, სხვადასხვა პათოლოგიით მკურნალობენ იქ ბავშვები, ამ ბავშვებისთვისაც კი უფასოდ ხდება სისხლის გაცემა და გარდა ამისა ძალიან ხშირი ინტენსივობით ხდება ხოლმე ჩვენი მხრიდან ასევე უანგაროდ გაცემა ორსულებისთვის, მშობიარებისთვის და ციფრებიც არსებობს ამისი, გვაქვს ციფრები, ჟურნალია სპეციფიური იმისა, რამდენად და ვისთვის, ანუ მოზრდილებისთვის გულისხმობ და არა ბავშვებისთვის, რომ გაიცემა ჩვენთან სისხლი. აქედან გამომდინარე, კიდევ ვიმეორებ, ძალიან მინდა რომ აი ეს აქცია ძალიან მასშტაბური იყოს საქართველოს მასშტაბით და გარდა მაგისა, როცა არ არის ტრომბოციტების მასა ჩვენ ბანკში და არ აყავს დონორი, ჩვენ ყიდულობთ სხვა სადგურებში, მათ შორის გორშიც კი და ჩვენი ტრანსპორტივით მოგაქვს და ეს მარაგი ყოველთვის არის ჩვენ ბანკში. ანუ ჩვენი ხარჯებით კი ყიდულობენ ტრომბოციტებს მასებს. და კიდევ აი ჩამოტანაზე რო იყო ლაპარაკი, ხა ჩვენ რატო არ გვინდოდა, იცით, ჩამოტანაზე რო იყო ლაპარაკი, იგივე დავუშვათ გორიდან გავაგზავნე 6 პაკეტი. ჩვენ ვერ მივიღებთ იმ სისხლს, თვითონ სისხლის ბანკი, იმიტომ რომ არ ვიცით ტრანსპორტირება როგორ მოხდა, ვერა ვართ პასუხისგებელი. ხო ხდებით? ერთი წამით კიდე უბრალოდ სისხლის ბანკში როცა ბარდება, რატო არის აქცენტი, რომ უნდა ჩაბარდეს განსაკუთრებად ჩვენ ბანკში, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვამზადებთ ტრომბოციტარულ მასას, ჩვენ ვიღებ ამ სისხლს 3 ჩანთიან პაკეტებში. თუ სისხლი არ არის აღებული 3 ჩანთიან პაკეტში, როგორც არ უნდა იყოს ტრანსპორტირებული, ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ ტრომბოციტები დაუმზადოთ და ამ ბავშვებს დავეხმაროთ და გადავუსხათ.
ეს სისხლი მხოლოდ და მხოლოდ მოხმარდება ან თქვა ტრავმები თუ შემოვიდა ან ორსულებისთვის ან დაჭირებისთვის ან სხვა პაციენტებისთვის. ონკოჰემატოლოგიის ბავშვებისთვის რომ დამზადეს ის კომპონენტი რომელიც მაგას ჭირდება უშუალოდ უნდა იყოს აღებული სამჩანთიან პაკეტებში რომელიც მაგარი არის ჩვენ იაშვილის კლინიკაში და ჩვენთან მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთან ინახება ეს კომპონენტი. არ შეუძლია სხვა სადგურს ვთქვათ დაამზადოს ეს სისხლის კომპონენტი და შეინახოს და მე მოგვაწოდოს, იმიტომ რომ უნდა იყოს შეეგზო ეს აპარატი მხოლოდ იაშვილის კლინიკაში არის. სხვა კლინიკებიდან ჩვენთან ინახება ტრომბოციტარული ვასები როცა ჭირდება. ყველა რა თქმა უნდა არ გახდება. რა თქმა უნდა არ გახდება. კი.